ერთ დროს ეს იყო ძალიან მოსახერხებელი სადგომი, რომელიც მდებარეობს რიყის პარკთან, ნახეთ, აი, მილებთან. ვაყენებდით მანქანას, შევდიოდით პარკში, გადაღებაზე, სასეირნოდ, რაღაც ღონისძიებაზე, მაგრამ ბოლო დროს აქ უკვე გაუსაძლისი მდგომარეობაა. ამ ადგილებს იყენებენ ან ტურისტული კომპანიები თავიანთი ბიზნესისთვის, ან ეგრეთ წოდებული რენტა-კარ მანქანებს რო აქირავებენ, ან გასაყიდი მანქანები. აი, მანქანებს ეტყობათ, რომ საერთოდ პრაქტიკულად არ გადიან აქედან თვეობით. აი, ნახეთ, მანქანა იყიდება. აი, ეს არ არის საბიზნესო ადგილი. აქ ადამიანს უნდა მოვიდეს, გაისეირნოს, შევიდეს კაფეში, გადავიდეს მეორე მხარეს ამ ხიდით და მერე წავიდეს, ხო? აგერ ამას იყენებენ ამ ადგილებს ბიზნესისთვის. იყიდება $4,500. შეხედეთ, წაიყვანოს. ყველა არის გასაყიდი მანქანა. სად არის? ძალიან მაინტერესებს ეს ჩვენი პარკინგის სამსახური, ხო? სადმე რომ გეჩქარებოდეს 5 წუთით რომ შევარდე აფთიაქში, მოდიან და გაჯარიმებენ. ესეც იყიდება $4,500. მერის შესაბამისმა სამსახურმა რაღაცა უნდა გააკეთოს, რომ ეს ადგილები გაანთავისუფლოს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს აქ მოსვლა 1 საათით, 9 საათით, 20 წუთით და მერე წასვლა. აი, ავტოჰაუსები, რა ქვია ამას, ხო? კემპერებით განან აქ. კი, გადასარევია, მშვენიერია, მაგრამ ჩვენს გვინდა მალე ამ ტურისტული ციებ-ცხელების გამო ჩვეულებრივი ადგილები ადამიანებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის აქ ადგილი აღარ დარჩება ამ ქალაქში ზოგადად. ისედაც ხო აღარ არის, ვაყენებდი მანქანას და ორი პიროვნება მომვარდა, რუსები, ბიჭს ყავდა თავისი სამარშრუტო ტაქსი, მიკროავტობუსი, ცოლთან ერთად, ესო ჩვენი ადგილიაო და ჩვენ უნდა გავაჩეროთ მანქანა, ველოდებით ტურისტულ ჯგუფს. ესე იგი, შეუძლებელია აქ უკვე გაჩერება. ისინი ფულს შოულობენ და ჩვენ აქ 2 წამით ვეღარ გავჩერებულ ვართ. აქ სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ზონალური პარკინგი, ფასიანი და ფასიანი პარკინგი, როდესაც გაკეთდება, აქ თვეობით არავინ აღარ გააჩერებს მანქანას და წლობით. თუ ესეც არ არის კორუფციის ბუდე, დღეს უკვე გასაკვირი არაფერი არ არის, რადგან რაც ხდება და ყოველდღე ჩვენ რასაც ვხედავთ, უკვე გაოცების და გაკვირვების უნარიც დავკარგეთ, ხო? ყველა სამინისტროს ხელმძღვანელი აღმოჩნდა უკვე კორუფციის მამა. 500 დაკარგული მილიონით. ასე რომ, რადგან ჩვენ ყავს უკვე ახლად არჩეული მერი და მთავრობა, იმედია, ქალაქის მთავრობა, იმედია ამ საკითხს მიხედავენ. იმიტომ რომ მარტო სკვერი რომ გაიხსნას და მარტო პარკი რომ გაიხსნას, ეს არ არის საკმარისი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაგ პარკამდე და მაგ სკვერამდე უნდა მიხვიდე. და როდესაც აქ დგას ან ტურისტული კომპანიის მანქანა, ან ეს მკვდარი ჯართი, ამ ჯართის ადგილი არის ფასიან სადგომებზე, რადგან ის ამ მანქანას რო გაყიდეს, ის ფულს იშოვის. ხო? ამისთვის უნდა იქირაოს ფართი, ან ქონდეს საკუთარი ფართი და მასე დააყენოს მანქანა. მესმის რომ ყველას უჭირს, მაგრამ ეს არის ელემენტარული, რომ ეს არის ქალაქის სადგომი და ქალაქმა უნდა გამოიყენოს და არა იმ რაღაცას. შეიძლება ერთი კომპანიის ხელში ეს ყველაფერი წაიყვანონ რუსთავის სადგომზე და რუსთავში ყავდეთ ეს ჯართი. რომ ჩვენს გავაჩეროთ აქ მანქანები. მადლობა ყურადღებისთვის.